საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რეგიონულ მედიასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ოზურგეთში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რომელიც არასდროს არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაში არის კრიზისი და საერთოდ ეკონომიკური კრიზისია, აქ ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ძალიან მაღალი ტემპებით და ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩამორჩება სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და თურქმენეთს. ევროპის განვითარებად ქვეყნებს შორის კი საქართველოს მსგავსი და უფრო მაღალი ზრდის ტემპი აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, უნგრეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს და თურქეთს. შესაბამისად, მტკიცება რომ ზრდის ტემპის მიხედვით საქართველოს ლიდერია საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება წინა ხელისუფლების პერიოდს. 2010-11 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპით მხოლოდ თურქეთს ჩამოუვარდებოდა, ხოლო 2012 წელს საქართველოს პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენს რეგიონში თუ განვიხილავთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, ნამდვილად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რასაც საქართველოსაც უარყოფითი გავლენა აქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ევროპაში არის კრიზისი, ეს არასწორია, რადგან ეხლა ევროპის ეკონომიკა, ევროკავშირის ეკონომიკა უფრო სწრაფადაც კი იზრდება, ვიდრე 2012 წელს იზრდებოდა. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს, მას გრძელვადიან პერსპექტივებშიც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. ბიძინა ივანიშვილი, თუ ასეთი მიმართულებით წავიყვანთ ქვეყანას და ასეთ მთავრობას შევინარჩუნებთ, როგორიც გვყავს დღეს, ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ 2030 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ეკონომიკა იყოს საქართველოში. იმისათვის, რომ ერთმანეთს შევადაროთ, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ეკონომიკა მიზანშეწონილია ერთმანეთს ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო დოლარებში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი შედარდეს. 2015 წლის მდგომარეობით საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 9109 საერთაშორისო დოლარს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 42549 საერთაშორისო დოლარს შეადგენდა. 2030 წელს საქართველოს რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 199 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს, რათა ამერიკაში დღეს არსებულ მაჩვენებელს გაუთანაბრდეს. აღნიშნული შედეგის მისაღწევად კი მომდევნო 15 წლის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდის ტემპი დაახლოებით 19% უნდა იყოს. 2012-15 წლებში დაფიქსირებული საშუალო ზრდის ტემპი 3.7% იყო. თუ ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდა, საქართველოს დაახლოებით 71 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ამერიკის ეკონომიკას გაუთანაბრდეს.